საგრთუთა შურით აღდგინებული ცეცხლის მსახურთა არა შეუშინდი. არამედ აღხეთ უშიშითა გონებით ამას ზედა და იქმენ ყოვლად და საწველად და ვითარც სამსხვერპლი მეუფისა შეიწირე. მოწამეო დიდებულო ემელიანი, ებედრე ქრისტეს აღმერთსა მონიჭებად ჩვენ და დიდი წყალობა. ამინ. დღეს ახალი სტილით 31 ივლისს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს ღირს კოზმან ხუცეს მონაზონს. წმინდა მოწამე ემელიანეს, წმინდა მოწამე იაკინთე ამასტრიდელს, ღირს პამვა მეუდაბნოეს. წმინდა მოწამე ემელიანი იმპერატორ იულიანე განგომილის მმართველობის ხანაში აღესრულა. ურჯულო ხელისუფალს სურდა წარმართული ღვთაებების კულტი აღედგინა იმპერიაში, ამიტომ ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში გაგზავნა ბრძანება ამოეხოცათ ყველა ქრისტიანი. მდინარე დუნაის ნაპირას მდებარე ქალაქ დოროსტოლში, სადაც წმინდა ემელიანე ცხოვრობდა, მეფის არჩინებული მოხელე კაპიტოლინი ჩავიდა იმპერატორის ბრძანების აღსასრულებლად. წმინდა ემელიანე უშიშრად შევიდა წარმართთა შესაკრებელში, დაამსხვრია ცრუღმერთების კერპები, დაამხო სამსხვერპლოები და მიიმალა. მალე წარმართებმა შეიტყვეს საკერპო დარბეული რომ იყო. გაავებულები მისცვიდნენ შემთხვევითი გავლენ გლეხს და სასტიკად სცემეს. წმინდა ემელიანე შეებრალა უდანაშაულო გლეხი და საჯაროდ განაცხადა კერპები მისი განადგურებული რომ იყო. წარმართებმა შეიპყრეს უფლის რჩეული და მსაჯულ კაპიტოლინს მიჰგვარეს. კარისკაცის ბრძანებით წმინდანი სასტიკად გვემე, შემდეგ კი დაწვა მიუსაჯეს. მაგრამ აღსრულდა სასწაული. ცეცხლმა ვერ შემუსრა წმინდა ემელიანე და ის უვნებელი დარჩა. ირგვლივ სასეირნოდ შეკრებილი ბევრი წარმართი კი ცეცხლის ალმა შემუსრა. ბოლოს, როდესაც შეშა ჩაიწვა, მარტვილმა ლოცვით შეხვედრა სული უფალს. მოგვიანებით კონსტანტინოპოლში წმინდა ემელიანეს სახელობის ტაძარი ააგეს, სადაც მისი უხრწნელი ნაწილები გადაასვენეს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მევხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ.